საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ შრომელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს სპეციალური შეხვედრა მიუძღვნა. დისკუსიაზე ის პრობლემები მიმოიხილეს, რომლებიც დასაქმებულებს როგორც კერძო, ისე საჯარო სამსახურში აქვთ. გამოიკვეთა უსაფრთხო სამუშაო გარემოს ანაზღაურების გარეშე ზეგანაკვეთური სამუშაოს არგუმენტების გარეშე სამსახურიდან დათხოვნისა და ხელშეკრულების არარსებობის პრობლემები. აღინიშნა, რომ თუ კი დამსაქმებელი თანამშრომელს 3 თვეზე მეტი ვადით აიყვანს, პირობები ხელშეკრულებით უნდა შეათანხმოს. აუცილებელია ასევე დასაქმებულთან ყველა მიღებული გადაწყვეტილება იურიდიული ბრძანებით წარმოებდეს, ეს კი საჭიროების შემთხვევაში დასაქმებულს უფლებების დაცვას გაუადვილებს. სახელმწიფო სამსახურებთან მიმართებით აქცენტები სამსახურში აყვანასთან დაკავშირებულ პრობლემებზეც დაისვა. კერძოდ, ხშირად საკონკურსო კომისიის წევრი დაბალი რანგისაა და მასზე გაცილებით კვალიფიციურ კადრს აფასებს. ისაუბრეს შრომითი ინსპექციის აუცილებლობაზე, რომელიც ქვეყანაში სატესტო რეჟიმშია. არის სამთავრობო ორგანიზაცია კერძო და სახელმწიფო დამსაქმებელი ორგანიზაციებისთვის მომდევნო კვირაში რეკომენდაციებისაც გამოაქვეყნებს. დღევანდელი დისკუსიის მიზანს წარმოადგენდა ასე ვთქვათ რეკომენდაციების მომზადება იმისათვის, რომ მომავალში არსებული საკანონმდებლო ხარვეზები და ფაქტობრივი პრობლემები, რომელიც ჯერ კიდევ არის მრავლად ასე ვთქვათ საჯარო და კერძო სექტორში, იქნეს სამართლებრივ დონეზე რეგლამენტირებული. ჩვენი ორგანიზაცია ასე ვთქვათ უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს შრომით უფლებებთან დაკავშირებით ზოგად პრობლემატიკას, როგორც სამართლებრივს, ასევე ფაქტობრივს. რეკომენდაციების ძირითადი არეალი მოიცავს საჯარო და კერძო სექტორებს, ეს შეეხება საჯარო სექტორში არსებულ პრობლემას კონკურსების და ატესტაციებთან დაკავშირებით, რაც შეეხება კერძო სექტორს, ეს გახლავთ დამსაქმებელსა და დასაქმებულ ურთიერთობებს, რომელიც სამართლებრივ დონეზე ჯერ კიდევ რჩება გადაუწყვეტილ პრობლემად. ეს შეეხება ზეგანაკვეთურ სამუშაოს, შრომითი ხელშეკრულების გაფორმებას, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას და ასე შემდეგ. ჩატარდა საინტერესო დისკუსია, იქნა ბევრი მოსაზრებები გამოთქმული და უახლოეს მომავალში საია მოამზადებს რეკომენდაციებს და წარუდგენს საზოგადოებას. სამუშაო დროს უნდა მიექცეს ყურადღება, უსაფრთხოებას უნდა მიექცეს ყურადღება და რაც მთავარია, ანაზღაურებას. შესაბამის დროსთან შესაბამის ანაზღაურებას.